მოგესალმებით საღამომშვიდობის ძალიან გავზარმაცდი ხო ვიდეოებს საერთოდ აღარდებ ეხა უცებ გაჩვენებთ რა ვიყიდე ლიბრეში 19 ლარად და 17 თეთრად და მე უკვე გავაგზავნებ თქვენთან საუბარს ცოტა ხნით იმიტომ რომ რამდენი ხანია მინდა და ვერ გადავიღე მოკლედ ვიდეოები ერთი ეს ენერგეტიკული ვიყიდე გორილა გორილა რედაქციაში იყო Coca-Cola 2 ლიტრიანი ეს რაღაცა ორწყობილი არის ჩვეულებრივი როგორც საიუბილეო ორწყობილები როა ხო იცით რაღაცა მაგდაგვარია და გავსინჯავ სუპერი ვერჩერადი 2 ცალი ეს ყველის соуსი ეს კეჩუპი მაკარონი ვიყიდე ენერთის ეხა დაიწყებენ ენერთის პროდუქცია არ გადაისენი ანუ ყველა მაკარონი იაფიანი იყო ორნაირი მაკარონი იყო მარტო და ორივე ეგეთი იყო ერთი იყო 2 ლარიანი და ეს იყო ლარი და რაღაციანი ეს ენერგეტიკული ეს ის და ენერთის ლარი ღირდა აქციით და ეგეც გამოვიყოლე მაიონეზი ვიყიდე გუსტო ესეც ძალიან კარგ აქციაში იყო და ვადაწესივრად ვერ უნახე რანაირი ციფრებია ვერ გავიგე 1003610710071 არც წერტილი აქ არც მძიმე აქ ვადა რანაირად აწერია ვერ ხვდები მაგრამ 3 და რაღაცის ნაცვლად 2 ლარად იყო და რავი იმედია წესიერი ვადა ყავა ვიყიდე 2 ცალი კარტნუარი და ჯაკობსი ზოგადად ჯაკობსის ყავა არ მომწონს იმიტომ რომ რაღაცნაირი უცნაური გემო აქვს და კარტნუარი არის ძალიან კაი დასალევი და შესაბამისად კარტნუარის ყავა მიყვარს ძალიან და თქვენ ძალიან კარგად იცით რომ ანუ მე ნალექიანი ყავის მოყვარული პიროვნება ვარ და სულ ნალექიან ყავას ვსვავდი მაგრამ ამ სამსახურის გადამკიდე რაც სამსახურში მუშაობა დავიწყე ეს ახლა მარტივი მოსამზადებელია და სამსახურში ყოველთვის ვსვავდი უნალექო ყავას პლუს ამას დილას რომ მივდიოდი თუნდაც უნივერსიტეტში თუნდაც სამსახურში გზაში ცხელს ვსვავდი ხოლმე ამერიკანოს და ძალიან შევეჩვია უნალექო ყავას და ეხა ნალექიანს გემრიელად ვეღარ ვსვავ იმიტომ რომ დღეს დავლია და აგერ მიდევს ნახევარზე მეტი დავტოვე ხო და სერჩერადი ვიყიდე რატომღაც რავი რომ მომინდეს მეთქი ყავა წესიურად დავლევ გემრიელად და სნუპი ვიყიდე აფთიაქში იმიტომ რომ ამის გარეშე ვეღარ მოძრაობ მართლა ჯიბით და მაგ სნუპაჰოლიკი ვარ გამხდარი ეს დამიმთავრდა ვაფშე ესეთი ვარ რომ მეთქი ოდნავ გამოვიდეს რომ რაღაცა იმენა ნარკომანი გავხდი რასაც ქვია ანუ ეს ისეთი რაღაცა ზოგადად ამას მე არ ვიყენებდი ეს მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მაქვს გამოყენებული სულ 4 ფლაკონი ან მე-4-ია ეს ან მე-5-ია ანუ არ ვიყენებდი სუნთქვა კი ყოველთვის მიჭირდა მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ცხვირით არ ვსუნთქავდი რა ყოველთვის სუნთქავდი პირით და ამის გამოყენება დავიწყე სუსუ პირველად რო ვიყიდე მაშინ გაციებული ვიყავი და სუნთქვა მიჭირდა და მაშინ გამოვიყენე ეს და მივაგდე მოკლედ მერე მაგრამ როდესაც ამას უკვე ასტაიანად როგორ თქვა როდესაც ძალიან დიდი სიხშირით დაიწყებ ამის გამოყენებას მერე უკვე მართლა ისეთი რაღაცაა რომ ამის გარეშე ვეღარ სუნთქავ ხო და შესაბამისად არ არის რეკომენდირებული რა იმიტომ რომ ამას არ ვიყენებდი მაგრამ
დიდად ყვდებოდი ისე მიჭირდა სუნთქვა თქო რო გითხრათ ვერ გეტყვით, მაგრამ ეხა უკვე იმდენი ხანია დავიწყე ამის გამოყენება, რომ ამის გარეშე მართლა ვეღარ სუნთქავ. დილას რო გავდივარ, ამით ვიწყებ ღამეს სამსახურიდან რომ მოვდივარ, ამით ვამთავრებ და მოკლედ რა. შესაბამისად დამიმთავრდა და ვიყიდე მოკლედ. იაფიც არ ღირს 8 და რაღაცა ღირდა მე მგონი თუ 9 ლარი და რაღაც. სუსტად არ მახსოვს. ხო და რაც შეეხება ამას, ჩეკი წამოვიღე თქვენთვის. როცა მეკითხა ფასები. და გეტყვით, მაკარონი ლარი და 35, კოკა-კოლა 2 ლიტრიანი 4.15, მაიონეზი ღირდა 2 ლარი, ენერგეტიკული სასმელი გორილა 2 ლარი, ენერგეტიკული სასმელი S1 99 თეთრი, ვერმიშელი საქონელი სუპი ღირდა 89, ანუ 90 თეთრები იყო ერთჯერადი სუპები, კეჩუპი სამწვადე ლარი და 80, ყველის соуსი 2.50, ორცხობილა ლარი და 20 ღირდა, აი ეს რო გაჩვენეთ ახლა იქთევს. 55 თეთრი ყავა იაკობსი, 70 თეთრი კარტნუარი, ანუ კარტნუარი იაკობსზე მეტად ძვირი ღირს და რავი, ჩემი აზრით უნდა ღირდეს კიდეც. მაგრამ როგორც ესეთი ჯაკობსი უფრო პოპულარულია ვიდრე კარტნუარი, ჩემი აზრით. კარტნუარმა ეხა ბოლო დროს მოიპოვა პოპულარობა უფრო, თორე ჯაკობსი სულ ისეთი ყავა იყო რა, ცნობილი. და კარტნუარი ჯაკობსზე მეტი ძვირი ღირს მოკლედ. და პარკი 19 ლარი და 17 თეთრი. სხვათა შორის ლიბრე არ არის ცუდი და ძვირიანი მაღაზია. თან დიდი მაღაზია აქ ჩვენს გვერდით არის 24 საათიანი და შეხვალ და მშვენივრად აარჩევ პროდუქციას რა გინდა და რა არ გინდა. ხო. ესე იგი ხალხო, 2 დღეა ვისვენებ და ეს 2 დღე ძილის მეტი არაფერი არ მიკეთებია. იმიტომ რომ დაღლილი ვიყავი და კარგად გამოძინება მჭირდებოდა. და რატო? მე ხო შობლებაში გავედი ერთი კვირა. ჩემი საქმეები, ჩემი ამბები ხომ მოვისტუმრე, იქ თვალის ექიმთან ვიყავი. ესა მოვისტუმრე მოკლედ ჩემი საქმეები და სოფლითაც დავტკბი 2 დღე. 2.5 დღე ვიყავი სოფელში და ძალიან დავტკბი და ძალიან ვისიამოვნე და მე რო ჩამოვედი და ჩემი მშობლება რომ მორჩა, ჩემი თანამშრომელი გაუშვი მშობლებაში რა, ბიულეტენზე. ნუ ზოგადად ეგრე ხდება რა აქსელურ მაღაზიებში, მით უმეტეს პატარაში, რომ იმდენად თანამშრომლების სიმცირეა, რომ ერთმანეთს ხელი თუ არ შეუწყოთ და ერთმანეთი თუ არ გაუშვით, ესე ვთქვათ, ისე არ გამოდის რა ფიზიკურად. ხო და თქვენ წარმოიდგინეთ ერთი კვირა გადავაბი 15 საათები დილას, ანუ ვარკეთილიდან რო იმაზე დადიხარ სამედიცინოზე და პლუს ამას ფეხითაც ძალიან ბევრი სიარული მიწევს, იმიტომ რომ მეტროსთან არც თუ ისე ახლოს არის ჩემი მაღაზია. ხო და ეს იყო ჩემი მაქსიმუმი ალბათ. თუმცა რაღაც მხრივ კარგია იმ მხრივ, რომ დილას ადრე ადგომასაც ეჩვევი, ანუ ყოველდღიურად ერთი და იგივე დროს რო დგები და რაღაცა შესაბამისად ეჩვევი დილას ადრე ადგომასაც და ამ წარმოიდგინეთ 7:30-ზე ვდგებოდი ყოველ დღე. 7-ზე გავდიოდი სახლიდან და საღამოს მოვდიოდი პირველის 9:30-ზე სახლში და ერთი კვირა გავქაჩე და ერთი კვირიანი იმის მერე ესეთი გრაფიკით მუშაობის მერე ახლა 2 დღეა ვისვენებ. ხო და წარმოიდგინეთ 5-10 ანუ 2 კვირა უნივერსიტეტში არ მივლია. და 8 დეკემბერს უკვე შუალედური გამოცდები მაქვს და ანუ რა მეშველება არ ვიცი. გავაძლიეროთ ლოცვა ტრენდი რო ახლა იცი. დღეს მაგალითად ვიყავი და
მე რამდენად მემართება უკვე ეგრე ორჯერ დამემართა. წინაზეც წასული ვიყავი უნივერსიტეტში და ველოდე ლექტორს ჩემ გარდა არავინ არ იყო ჩემი კურსელი და მე ვიკითხე და ესაო რა ქვია გადაწიესო და შემდეგ კვირაში აღადგენსო ლექციასო და დღესაც მისული ვიყავი და ორი ლექცია მქონდა 12-დან 3-მდე. 12-დან პირველამდე მქონდა ერთი ლექცია, პირველიდან 3-მდე მქონდა მეორე ლექცია. არც ერთი ლექტორი იყო, არც მეორე და მე უკვე 1 საათი ვიცადე, 1 საათი და 20 წუთი და მე ავედი მაღლა და ვიკითხე, რომ არის თუ არა ლექტორი, თქო რომ ტყუილა არ მეცადა და დღეს ვერ მოდისო, შემდეგ კვირას კი არა, ხვალ აღადგენსო პირველ საათზეო და ესა ჩატში არ ხარო მეკითხება და სამწუხაროდ ჩატში არ ვარ. არ ვიცი რატო. ერთ ჩატში ვარ მარტო. ცალ-ცალკე ჩატები ხო გვაქვს ცალ-ცალკე საგნების და ჩატში დაწერდა სავარაუდოდ ლექტორი, რომ დღეს არ მოხვიდეთ, ვერ ვატარებ ლექციას, ხვალ მოდით პირველ საათზე და მე რადგან ჩატში არ ვარ და რადგან ვერ ვნახე, გიჟივით ავდექი, ვარკეთილიდან წავედი ვაჟაზე, არც ერთი ლექცია ჩამიტარდა, არც მეორე ლექცია წამოვედი, ანუ დღესაც უაზროდ ვიწანწალე და გუშინაც უაზროდ ვიწანწალე. კი ვიზახი რომ არაფერი არ მიკეთებია და მარტო მძინავს თქო, მაგრამ რეალურად გეტყვით, ეხა გუშინ და დღეს რეები გავაკეთე. გუშინ ვიყავი ხალხო გორგიაში. Black Friday-ია, შავი პარასკევი და ესა TikTok-ზე თუ Facebook-ზე თუ სადღაც ვნახე მოკლედ მაგათი აქციები და ძალიან მომეწონა რა. ხო და მეთქი რატომაც არა, მაინც ვისვენებ და მოდი გავალ თქო და ანუ გიჟივით ავდექი და ვარკეთილიდან დიდუბის ფილიალში წავედი 1 საათის გზაზე გეგონება მეტი ახლოს არ იყოს, მაგრამ როცა არიცი რა გინდა რო ქნა, ხო? ანუ მე ვიცი მარტო მეტრო. და ეხა ნელ-ნელა ავტობუსითაც დავიწყებ მოძრაობა, თორე ანუ დავიჯერო ეხა ვარკეთილიდან დიდუბემდე გორგიას ფილიალი არა აქვს, სხვა ფილიალი უფრო ახლოს? თუ იცით, ვინმე დამიკომენტარეთ რა ვიცი, ვარკეთილთან უფრო შედარებით ახლოს რომელი ფილიალია. მივედი მოკლედ შევედი და იქ ამბავი იყო, ვაიმე, ჯერ მარტო დიდუბეში რა ხდება, ანუ რანაირად არის ეს სისტემა მოწყობილი. მეტრო ავიღოთ ჩამსვლელები, ამსვლელები, ამხელა როა კიბეები და ნახევარზე ჩადიან, ნახევარზე ადიან, ყველა ერთმანეთს ეხეთქება. იქ ისეთი ამბავი იყო, ჯერ მეტროში რა ამბავი იყო და მერე გორგიაში ამბავი იყო, აი არ ვიცი პროსტა. აქეთობისას უკან რო უბრუნდებოდი, ვფიქრობდი, რომ მეთქი ცალკე ვიდეო უნდა გადავიღო სათაურით. გორგიას თანამშრომლებს თმენის ორდერი ეკუთვნით თქო. ანუ კატასტროფაა ხალხო. შავი პარასკევი არის გორგიას თანამშრომლებისთვის, რა ვიცი, ალბათ ხოცვა-ჟღლეტვის კვირა. იმიტომ რომ ძალიან რთულია მართლა მე ეგეთ პირობებში 1 საათიც რო ვიმუშაო, შეიძლება ტვინი გადამეჩვეს. ნუ კი ეხა ერთი დღე გავუძლებ, მაგრამ როგორც ესეთი სულ მსგავს სიტუაციას ვერ გავუძლებ, მაგალითად, ანუ ჯერ მარტო ზრდილობას სადა გვაქვს ამ ხალხს. აი TikTok-ზე როა ხოლმე ტრენდი ხო იცით, რო კითხოთ ამ ხალხს ფული არა აქვს. ანუ მართლა მასე იყო, სავსე იყო მაღაზია, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ, ფული არა აქვს კი არა, უბრალოდ ქართველებს გვიყვარს ეს შავი პარასკევები და დიდი ფასდაკლებები, იმიტომ რომ ყვითელ ფასებზე ვართ ყველა ჩაძიებული რა. ხო, სხვანაირად როგორ გინდა აბა. ხო და რა ვიცი, მოვიარე მთელი გორგია, ანუ რატომაც წავედი, ყველაზე მეტად რაც მომეწონა, მე კიდე რა ვერ მაძღებს, არ ვიცი, იმიტომ რომ სოფელში ერთი 20 პარტია საახალწლო განათებები მაქვს და 2 ნაძვის ხე და სათამაშოები და რეები აღარ მაქვს. მაგრამ ძალიან მომეწონა ფასები საახალწლო განათებების. ხო და მივედი გორგიაში და როგორც კი დავინახე საახალწლო სტენდი, ეგრევე დავიწყე დათვალიერება, მაგრამ იქ ისეთი ამბავი იყო. ანუ
თუ შეეკვეხებოდი ყველგან, თორე ნაბიჯს ვერ გადადგავდი, ხან კალათით გეხეთქებოდნენ, ხან რითი გეხეთქებოდნენ და ხან რითი ისეთი ამბავი იყო მოკლედ რა. ანუ ძალიან გადაჭედილი იყო მართლა და განათებები აღარ იყო. მე ვერ ვნახე თქო, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ იქვე იყო სულ ცალკე საახალწლო დეკორაციების სტენდი იყო 2 და ცალკე გრუპში იყო საახალწლო ჭურჭლის სტენდი რა, თებშები, ჭიქები და რაღაცეები და ვერაფერი ვერ ვნახე ისეთი, რაც მინდოდა. ეხლა სათამაშოების და იმის ყიდვა არ მინდოდა. ხო და განათებები საახალწლოები ალბათ აღარ იყო უკვე მარაგში. მერე იმდენად სავსე იყო იქაურობა, რომ შევედი იმის სტენდში რა, სტენდში კი არა და გამწვანების მხარეს რა, სადაც მცენარეები და სადაც საყვავილეები და სადაც ეგეთი ეზოს დეკორაციები სადაც იყიდება და იქ შედარებით ხალხი არ იყო იმდენი, რამდენიც ტექნიკასთან და იმებთან იყვნენ და რა ვიცი, მაგ მხარეც ამოვიარე მოკლედ და კარავი ვნახე, მომეწონა, კიდე ისენი ვნახე ძალიან საყვარლობა, გრილები, სამწვადეები, რაღაცა, ну ეგეთი მხარე იყო რა. მცენარეები, ყვავილები, რაღაცეები, ქოთნები იყიდებოდა, კარვები, ბუნებასთან შესაფერისი რაღაცეები იყიდებოდა რა. ეგეც ამოვიარე. მერე გამოვედი ისევ მთავარ ნაწილში, ცეცხლი რო უკიდია იმ ნაწილში და აი იქ ამბავი იყო ხალხო მართლა. მე ხა მომსახურების სფეროში ვმუშაობ, მაღაზიაში ვმუშაობ და მქონია შემთხვევა ძალიან ხშირად, რომ აი 1000-ნაირი კატეგორიის მომხმარებელი რო შემოდის და ყველას თავისი მიდგომა რო გააჩნია და ყველას თავისი ზრდილობა რო გააჩნია და აი ხანდახან რო გინდა რაღაცა ჩავარწყა მომხმარებელს თავში, მაგრამ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებ და არ გაქვს რა უფლება. ანუ მე იქ ვნახე ხალხო, იქ ამბავი იყო, ჯერ როგორ შეიძლება ეგეთ სიტუაციაში მომხმარებელს პრეტენზია გქონდეს თუნდაც იმაზე, რომ რაღაცა ერთ კონკრეტულ ნივთს ფასი არ აწერია, ან თუნდაც იმაზე, რომ სალაროსთან დგას ხალხი, მოლარე ადგა გავიდა და ერთი ქალი ატყდა, იქ მოშორებით თანამშრომელი იდგა და იმას ამბავი აუტეხა. საწავიდაო კაცო, ეს მოლარე ამდენი ხალხი რო ველოდებითო, აქო სად გაიქცაო, ადგა და წავიდაო, მოვიდესო აქო ხალხი რო ველოდებითო. კიდე კაი რომ მეორე მუთხრა, ქალბატონო, იქნება შესვენებაზე გავიდაო ადროვეთო. ანუ ხალხო, თქვენ ერთი სული გაქვთ, როდის მოვა თქვენი რიგი სალაროსთან, რომ მალე გაიქცეთ, რომ მოწყდეთ მაქაურობას და ის თანამშრომლები 8 საათი და შეიძლება 15 საათიც უწევთ მუშაობა მანდ და ანუ ცოტა პატივი ხომ უნდა ვცეთ ერთმანეთს, ელემენტარული შეიძლება წყალი მოუგდა ადამიანს და გავიდა წყლის დასალევად და მოვიდა. ან მართლა შესვენებაზე გავიდა და თქვათ 2 წუთი ჭირდება დრო, რომ შემცვლელი გამოვიდეს. აი, მაქსიმალურად ვცდილობდი, ჯერ მარტო იმდენი ხალხი როა და იმდენი ისეთი სიტუაცია როა მაღაზიაში, რომ ამდენი ხალხია, ძალიან რთულია მანდ ესე ვთქვათ 8 საათი მუშაობა რა და მერე კიდე ამდენი ადამიანი რომ ამდენ კითხვებს გისვავს და ამდენი პასუხი რომ უნდა გაცე და ძალიან დამღლელია რა. ხო და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ თან მე ხა მაღაზიაში ვმუშაობ და ვიცი რა სიტუაციაც არის, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ჩემი წყნარად მშვიდად მეპოვნა რაღაცეები, მეყიდა და გამოვსულიყავი ზედმეტი კითხვების და ზედმეტი შეწუხების გარეშე. ხო და მაინც მომიწია კითხვა რაღაცის და ძალიან მორიდებულად ვეკითხები რა. ანუ მე თან მივედი სტენდთან, სადაც ელაგა ყავის მადუღარები, ყავის აპარატები, ჩაიდანი, მადუღარა რაღაცეები და ჩემი სუსტი წერტილია, ხო იცით, ყავა და ყავის მადუღარები და ანუ
იქაც ვხედავ, რომ ძალიან ბევრი ხალხი დგას და ყველა ერთ გოგოს ეკითხება, რომ ვაიმე ეს აპარატი როგორ მუშაობს, ეს ისა როგორ კეთდება, ეს რა ღირს, ის რა ღირს და მე ვდგავარ და ვუყურებ რა ამ აპარატს. იქნებ ჩემი დგავიგო ისევ როგორია თქო და მე ცოტა ხალხი რო დაიცალა და რაღაცა ძალიან მორიდებულად ვეკითხები, რომ ალბოდი ერთ რაღაცას გითხავთ რა თქო და გისმენთო და ამ ყავის აპარატში მეთქი ნალექიანი ყავით აკეთებს, ნალექიან ყავაზე მუშაობს თქო, მოკლედ ეს აპარატი თქო და არავე ესო უნალექო ყავაზე, ოღონდ გრანულებს ვერ ერევაო რა, კარგად დაბქული უნალექო ყავა უნდა იყოსო და ძალიან მომეწონა ესეთი დასადგამი აპარატი იყო, მაღლა ქონდა ფილტრი, წყლის ჩასასხმელი და რატომღაც თავიდან მეგონა რომ ნალექიანი ყავით აკეთებდა. ოღონდ როგორ იცით, აი ისე რო წურავს, რომ ნალექი ფილტრში რჩება და ნალექიანი ყავა ჩამოდის ჭიქაში ნალექის გარეშე. ეგ იყო მეგონა რატომღაც. ხო და უნალექო ყავაზე კეთდება, ოღონდ ანუ მსხვილად დაბქული ყავა როა, მაგას ვერ ერევაო. უნდა იყოს წვრილად დაბქული ყავაო და ძალიან კი მინდოდა, მაგრამ იყო ერთჭიქიანი, იყო ორჭიქიანი მე არ მინდოდა, ეხა არ მისაჭიროება ორჭიქიანი აპარატი და 35 ლარი ღირდა ერთჭიქიანი და იქ სულ ელაგა ყუთებით ეს აპარატები და რომელ ყუთსაც გადავხედე, ყველა ყუთს ეხატა ორი ჭიქა. და მე არ მინდოდა ორჭიქიანი ყავის აპარატი და მომერიდა კიდევ კითხვა, რომ ვთქვათ ერთჭიქიანი, რა ვიცი, როგორც მივხვდი, ან არ იყო დარჩენილი, ან მე ვერ მივაგენი. თორე ძალიან მინდოდა მართლა, მაგრამ ისიც ვიფიქრე, რომ ეხა კი ამ ბოლო დროს უნალექო ყავას უფრო მეტად შემიყვარდა, მაგრამ ძვირია კიდეც. ანუ უნალექო ყავა პატარა ის რო იყიდო შუშის ბანკა, ქილა ძვირი ღირს მოკლედ რა უნალექო ყავები. თან კიდე ბიუჯეტურადაც ძალიან ისე ვარ, იმიტომ რომ შარშან საკმაოდ კარგად წარმართე ჩემი ბიუჯეტის ამბები, რაღაცა პატარა გეგმები შევიმუშავე ესეთი, რომ ვინაიდან და რადგანაც ბარათით გადახდის შემთხვევაში, ვთქვათ, ისე იჭმევა ფული, რომ ვერც კი იგებ, ესეთი რაღაცა ვიფიქრე, რომ მეთქი მოდი ჩემ ხელფას გამოვიტან, გავაქეშებ, ბარათზე დავიტოვებ მარტო სამგზავრო ფულს თქო და ვთქვათ, ყოველ დღე 10 ლარს ან 20 ლარს წავიღებ სამსახურში იქნება თუ სადაც გავალგარეთ და შესაბამისად ცოტა ისე ვიზავრო, ვთქვათ, დღეში სამსახურში 10 ლარზე მეტი არ დავხარჯო ან რაღაც. თუ სიგარეტი მექნებოდა საყიდელი 15-20 ლარი მიმქონდა და პლუს ამას YouTube-დანაც ჩამერიცხა წინა თვეში ფული და მშვენივრად წავედი, ესე ვთქვათ რა. თანშვებულებაში ვიყავი, სოფელში ვიყავი, იმდენად არ დამეხარჯა ფული და ამ თვეში ძალიან უაზროდ მივადექი რა. ძალიან უაზროდ ვხარჯე ამ თვეში ფული და რამდენად მეყოფა 10 რიცხვამდე ვნახოთ და თან ეხა ქერის ფულიც მაქვს გადასახდელი და მოკლედ ვუტრიალე ამ ყავის აპარატების კუთხეს 9-ჯერ დავარტყი კრუგი, 9-ჯერ მიუბრუნდი, მაგრამ ვერადავერ მივაგენი და ვერადავერ ავიღე რა ეგ ყავის აპარატი რა. დღესაც მინდოდა წასვლა, მაგრამ ნერვი აღარ მქონდა იმ სიტუაციაში მისვლის, ესე ვთქვათ. კიდევ ძალიან მომეწონა საახალწლო დახლიდან ავიღე ეს ჭიქა 3.50 ღირდა მე მგონი და ესეც საყვარლობა ჭიქა ვიყიდე. და კიდევ ძალიან მომეწონა აი კედელზე გასაკრავი წებოვანი სქელი ისენი როა რა, შპალერები ესე ვთქვათ. დიდი ზომისები იყო, საკმაოდ დიდი ზომის იყო და 2 ლარი ღირდა აქციით, სამნაირი დეკორაციის იყო და ავიღე ეს 5 ცალი, იმიტომ რომ ვიფიქრე, რომ მეთქი აი აქ ეხა 400 ლარიანი ბინა დიდად სასწაულად კარგად არ გამოიყურება და მით უმეტეს სუსუპირველად რო ვიყავი 400 ლარიან ბინაშიავლაბარში, ის ძალიან კარგად გამოიყურებოდა და ახალი გარემონტებული იყო და კოხტა და ლამაზი ბინა იყო, მაგრამ ეს ეხლა სადაც ვარ ძალიან ისეთია რა, ფართი დიდია, მაგრამ მიხრონგილი, ესე ვთქვათ, ძველებური
დივანი, კარადა თუ რაც არის, ყველაფერი ძველებურია რა. და უკვე აქ ძალიან აღარ მომწონს აქაური სიტუაცია, მაგრამ უკვე ნერვი აღარ მაქვს ამდენი გადასვლა გადმოსვლის და ამდენი აბარგება ჩაბარგების, ჩალაგება ამოლაგების და ამდენი ბინის ძებნის და ადგილის გამოცვლის და რაღაცა ჯერჯერობით ნერვები არ მაქვს და მერე მომავალში ვნახოთ რა იქნება, მაგრამ დიდხანს რო არ გავჩერდებით აქ, ეგეც ვიცი რა. ხო და სანამ აქ ვარ, მინდოდა სამზარეულოს კუთხის მოწესრიგება ცოტა და კედელზე ამ დეკორაციის გაკვრა, აი ემის მაღლა რა ქვია. ძალიან კარგი იქნებოდა რა, ეხა 5 ცალი ავიღე მე და 5 ცალი არ ეყოფოდა. დიდი ზომის კი იყო, მაგრამ მე როგორც მინდა იმას 5 ცალი არ ეყოფა, თუმცა ამ კუთხეს ეყოფოდა, სადაც კრანია და სადაც სარკეა პატარა, მაგ კუთხეს მაინც ლამაზად გავალამაზებდი, მაგრამ თვითმომსახურების სალაროზე გავატარე მოკლედ ეს ჭიქა და იმ დეკორაციას ვატარებ და არ ტარდება რა, არ აგდებს, წარწერას აგდებს, რომ ესაო რა ქვია, ვერ მოიძებნაო ეს პროდუქციაო და ჩემით ვერ გავატარე, მარტო ჭიქა გავატარე, ჩეკი ავიღე. მერე გადავედი გვერდითა სალაროზე, თვითმომსახურების სალაროსთან იდგა მოლარე დამხმარე და მაგას ვეკითხები, რომ მეთქი ეს არ ტარდება თქო და სალაროსთან მიბრძანდითო და იქ გაგიტარებენო და სალაროსთან ისეთი რიგები იყო, რომ მეთქი ბაჩო, მოდი არ გინდა, ნერვი აღარ მქონდა მართლა და წავედი დავაბრუნე ეს. მაგრამ იქ რო ვიდექი ჭიქას რო ვატარებდი, ვნახე რომ მომხმარებელმა მეორენაირი დეკორაციის შპალერი გაატარა რა, ანუ ხო იყო 3-ნაირი თუ 4-ნაირი დეკორაციის და თეთრი მეორენაირი რომელიც იყო ის გაატარა მომხმარებელმა და ეს ვერ გავატარე მე. ხო და ვიფიქრე ის ხო არ ავიღო ამის ნაცვლად თქო, მაგრამ ეს მომეწონა და ის აღარ ავიღე მოკლედ. დავაბრუნე ეს ჩემი შპალერები, ჭიქა გავატარე, ავიღე ჩანთა, მოვიკიდე, წამოვედი. ანუ მთელი გორგია მოვიარე, 2 საათი ყავის აპარატის დახს კრუგები ურტყი და წამოვედი მარტო ჭიქით. რომელსაც ნებისმიერი ლარიანების მაღაზიაში ვიყიდიდი 2.5-ად თუ არა 3.5-ად მაინც. მაგრამ იქ ისეთი ამბავი იყო, მეტის ნერვები აღარ მქონდა. ეხა ვინც თქვათ ან რემონტს აკეთებს, ან სერიოზული ტექნიკა ჭირდება სახლში, მაგაცთვის ძალიან კარგია ეხა, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ძალიან იშვიათია რომ ვიღაცას ურხინდეს და ვიღაცას ესე ვართ რა, გადაკიდებული ვართ ჩავპარასკევებს, სააქციო ფასებს, რა გინდა როქნა. ხო და ბევრ პროდუქციას ვინც ყიდულობდა და ვინც თქვათ ტექნიკა ვისაც ჭირდება და რაღაცა მაგათთვის კარგია ნამდვილად, მაგრამ ეხა მე რომ რაღაცა ელემენტარულ რაღაცებზე ვარ მისული, ძალიან არ ღირს რა მაგ ქაოსში შესვლა. იმიტომ რომ კატასტროფა ხდებოდა. სავსე იყო მაღაზია, ფეხს ვერ გადაადგავდი. და ყველაზე მეტად რამაც გამაღიზიანა ხალხს, რომ პრეტენზია აქვს, რომ თქვათ 20 ნივთი რო ალაგია და 1 ნივთს რო ფასი არ ადევს და ვაიმე ამას ფასი რატო არ ადევს, როგორ გავიგო ეხა რა ღირს. მერე კიდე აი რო გითხარით, რომ სალაროზე ერთი ამბავი ატეხა ქალბასად წავიდა მოლარეო. ანუ ცოტა ადამიანობა ხომ უნდა გაგვაჩნდეს. შენ თუ გინდა მალე გაიქცე აქედან და მალე მოვიდეს შენი რიგი სალაროსთან, თანამშრომლების სიტუაციაც უნდა გაითვალისწინო ცოტა. ისეთი ამბებია იქ, რომ იღლებიან ადამიანები არიან. მე მაგალითად არ შემიძლია. მე სპარში ვმუშაობ და იმაზე ვწუწუნებ რაღაცა 200 მომხმარებელი რომ მყავს დღეში და ამ 200-დან შეიძლება მარტო 5-თან მომიწიოს, ესე ვთქვათ,
კავშირი და კონტაქტი. და მე ამაზე უწუწუნებ და წარმოიდგინეთ ახლა გორგიაში რომ ვიმუშაო ერთი დღე შეიძლება მოგვდე. თუნდაც მაკდონალდსი ავიღოთ მაკდონალდი, რომელიც რეკლამებით არის გალამაზებული იქაური სიტუაცია. ვიყავი მაკდონალდში გასაუბრებაზე, ეგრევე ამიყვანეს, მეორე დღეს მივედი, ჩავიცვი ფორმა, ერთი დღე ვიმუშავე, კი რაღაც მხრივ კარგი გამოცდილება იყო და რაღაც მხრივ მომეწონა ის რომ სამზარეულო რადგან მიყვარს და რაღაცა იქ ბურგერები გავაკეთე, იქ ფრიკარტოფილი შევწვი რაღაცა და ჩემთვის სასიამოვნო გამოცდილება იყო, მაგრამ როგორც ესეთი რომ იქ ვიმუშაო, მე არ მიღირს. რეკლამებითა უბრალოდ გაჟღენთილი რა, არასრულწლოვან ბავშვებს რო ამუშავებენ სკოლის მოსწავლეებს 4 საათიანი გრაფიკით. იმიტომ ამუშავებენ, რომ რადგანაც არასრულწლოვანებს ნაკლებად ასაქმებენ, ესე ვთქვათ, სხვა სამსახურებში, მაკდონალდს აწყობს ის, რომ სრულწლოვანები ჩემი აზრით ნაკლებად იმუშავებენ, იმიტომ რომ 8 საათი მაგ გრაფიკით და მაგ სიტუაციაში მუშაობა რთულია და სკოლის მოსწავლეები მუშაობენ, იმიტომ რომ 4 საათი დიდად არაფერს არ ნიშნავს და მაგათთვის და მაგასაკის ადამიანებისთვის ძალიან კარგია, თუმდაც ეგ მცირედი ანაზღაურება, ესე ვთქვათ. თუმცა იქ ისეთი სიტუაცია, მე პირადად შვილი რომ მყავდეს, ჩემ შვილს არ ვამუშავებდი ეგეთ პირობებში და ეგეთ სიტუაციაში. თუმცა რაღაც მხრივ კარგია, რომ ახალგაზრდა ადამიანი ბავშვობიდანვე და დაბალი ასაკიდანვე ეჩვევა სისწრაფეს, ცხარტმუშაობას, საკუთარ შემოსავალს, საკუთარ ანაზღაურებას, საკუთარ ხელფასს და დაბალი ასაკიდანვე ეჩვევა ადამიანის შრომას და შრომის ფასს სწავლობს. მაგრამ მე ჩემ შვილს არ ვამუშავებდი მაკდონალდში. თუნდაც 4 საათი იმუშაოს, იქ ისეთი მუშაობაა და ისეთი გრაფიკია, რომ მაგ პირობებში რომ ადამიანი 6 და 8 საათი იმუშავებს, მერე ბოდიშით და არაფრის ტრაკი არ ექნება, არც სწავლის, არც გასეირნების და არც არაფრის. სულ ფეხზე დგახარ, სულ მოძრაობაში ხარ, სულ ხმაურია, კატასტროფა. ბურგერებია და წარამარა, ესე ხარ, ხან იქიდან გამოგაკ, ხან აქიდან გამოგაკ, ხან ფუთავ, ხან აგდებ რაღაცა, ფრიკარტოფილი ვაფშე, თავიდანვე ბურგერებში დავიწყე, ესე ვთქვათ, მუშაობა და ბურგერებში ცოტა არ იყოს გამიჭირდა, იმიტომ რომ იმდენნაირი სახეობის ბურგერებია და ყველა რო სახელით უნდა დაიმახსოვრო და ყველას ზოგს 2 ცალი კიტრი უნდა, მარტო ზოგს 1 ცალი ჰალაპენი უნდა, ზოგს 2 ხორცი უნდა, ზოგს 1 ისა და რაღაცა იქედან მკარნახობდნენ და ისე ვამზადებდი ამ ბურგერებს, ფუთავდი და ვაგზავნიდი და მერე ფრიკარტოფილში ვიმუშავე და ფრიკარტოფილში ვაფშე როგორ აგიხსნათ არ ვიცი რა, მართლა ვისაც არ შეგიხედავთ, ესე ვთქვათ, შიდა სიტუაციაში ვერ მიხვდებით რა, სულ რო შეკვეთები ბევრი არ იყოს, სულ ფეხზე უნდა იდგე, მაგრამ სულ მოძრაობაში ხარ, სულ ფეხზე დგახარ, ვერ დაჯდები ფიზიკურად. ეხლა დელივერში და იმაში როგორი სიტუაცია არ ვიცი, მაგრამ ჩემი მეგობარი მუშაობს, რომელიც არასრულწლოვანია და 4 საათები მუშაობდა და ეხლა მე მგონი 6 საათს მუშაობს. გოგო იყო როგორი, იცით? მაცევრიდან რო გამზადებული საჭმლის გამოტანა ეზარებოდა, რომ ეჭამა რა. ხო და სულ იმას ვეუბნები, რომ მეთქი ძალიან მიგვირს შენ მაკდონალდში რომ მუშაობ თქო და როგორ შეეჩვიე თქო და პირველ დღეს ვტიროდი ისე ვიყავიო და ეხლა უკვე მარტივად შევეჩვიო. ეგ უფრო რა ვიცი, აბა რა გითხრათ, ჩემი აზრით
არ ღირს მაკდონალდსში მუშაობა. ეგრევე პირველივე დღეს გავიძრე ფორმა, შევედი მენეჯერთან და ვეუბნები, რომ მე მგონი ამ ეტაპისთვის თავს შევიკავებდი თქო და რატო რა, ანუ კი ბატონო, თქვენი გადასაწყვეტიაო, მაგრამ იქნებ ხვალაც მოსულიყავითო და სხვა ისიც გამოგეცადათო რა, ანუ იქ არის, რომ თქვათ სულ ერთ საქმეს არ აკეთებ, დღეს შეიძლება ბურგერებზე იმუშაო, ხვალ შეიძლება მიმტანად იმუშაო, ზეგ შეიძლება დამლაგებლად იმუშაო და თქვათ პოლის ხეხვაწმენდა მოგიწიოს, თუნდაც უნიტაზის, მაზეგ შეიძლება თქვათ იმად მუშაო, რა ქვია, ხორცის შეწვა რაღაცა, ბოსტნეული დაჭრა რაღაცა და ესე რა. ხო და მე რაც გამოვცადე, ეგ უკვე საკმარისი იყო ჩემთვის. და მეთქი არა ამ ეტაპისთვის თავს შევიკავებდი თქო, ანუ არ ამგონია ესე ვთქვათ, სუსტად ესე უთხარი პირდაპირ, რომ არ ამგონია ამ გრაფიკს გაუძლო თქო და თქვენს შეიძლება პრობლემები შეგექმნათ თქო და ამ ეტაპისთვის თავს შევიკავებდი თქო და კი ბატონო, წარმატებებს გისურვებთო და მეთქი მადლობა ძალიან დიდი. ხო რავი რა. ესეთ სიტუაცია. არ ვიცი, თუ ვინმე მუშაობთ მაკდონალდსში, ან თქვენი შვილები, ან თქვენი მეგობარი, ან თქვენი ნათესავი თუ მუშაობს მაკდონალდსში, დამიწერეთ აბა კომენტარი, როგორ მოწონთ იქაური სიტუაცია. ჩემთვის მაგალითად, ყველაფერი მიჩვევაზეა და ადამიანი ყველაფერს ეგუება და ეჩვევა, მაგრამ რატო უნდა იმუშაო ისეთ სამსახურში, სადაც ესეთ სიტუაციაში გიწევს მუშაობა. მე მაგალითად საერთოდ არ მიღირს. რა ვიცი. ალბათ მეორედ აღარ მივიდოდი მაკდონალდსში, ვთქვათ გასაუბრებაზე. მაგრამ შეიძლება ეგეც მოხდეს, რა იცი რა ხდება. წავედი ახლა ბოდიშით ერთკვირიანი შვებულებით ხო დავტკბი ძალიან, მაგრამ ერთკვირიანი 15 საათები მუშაობის შემდეგ ეს 2 დღე ძალიან ავირიე რა, ძილის მხრივ, ანუ როგორი გუშინ მაგალითად ძალიან ადრე დამეძინა, ესე 6-7 ან 8 საათი იქნებოდა. მერე 3-ზე გამეღვიძა, მერე ცოტა ხანი ვერ დავიძინე, მერე ისევ დამეძინა. დღესაც ახლა უნივერსიტეტში რო ვიყავი გასული, უნივერსიტეტიდან მოვედი თუ არა, საჭმელი ვჭამე, წამლები დავლია და დამეძინა ეგრევე და რო გავიღვიძე, მერე გავედი მაღაზიაში ამათ საყიდლად და 2 დღეა მოკლედ სახლის დალაგება მინდა და ვერ ვიპოვე ჩემში ის ენერგია, რომ სახლი დავალაგო. არა და რავი, ტანსაცმელები მოყრილი, ჭურჭელი და სარეცხი. ხო და ეხა მაკარონი მომინდა რატომღაც, მაგრამ მოდი დაგენიზლავებით, რომ დღეს ამ მაკარონს ან გავაკეთებ ან არა. მაგრამ სახლს უეჭველი დავალაგებ. ეხლა ნაუშნიკებს გავიკეთებ, რამეს ჩავრთავ ტელეფონში, თან ვუყურებ, თან ჭურჭელს დავრეცხავ, ნაგავი გავიყოლე, რო გავდიოდი, ჭურჭელს დავრეცხავ, მოვხვეტავ, მოვწმინდა, ტანსაცმელს დავკეცავ და ეგ იქნება რა. ასეთი სიტუაცია. ზოგჯერ ძალიან სიღრმისეულად რომ დაუფიქრდები, ძალიან გული მტკივა იმაზე, რომ ადამიანებს რამდენი ოცნებები და მიზნები გვაქვს და გასახანი არ გვაქვს ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში იმისთვის, რომ ადამიანებმა ჩვენი პატიოსანი და წესიერი შრომით, რომ
ჩვენი ოცნებები ავისრულოთ და ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ, ეს არის ძალიან რთული. მართლა. გააჩნია ახლა რა თქმა უნდა ის როგორი ოცნებები გვაქვს, მაგრამ რატომღაც ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდების ოცნებები კვდება რა. ანუ ნელ-ნელა კლავთ საკუთარ თავში იმ ოცნებებს და მიზნებს, რისი მიღწევაც ძალიან რთულია ჩვენ ქვეყანაში. ახლა სხვაგან როგორი არ მიცხოვრია არც ერთ ქვეყანაში და ვერ გეტყვით სხვაგან როგორი სიტუაციაა, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები, თუნდაც ფასების ამბავი ავიღოთ, იტალიაში რო ვიყავი ერთი თვის განმავლობაში, იქაურმა ფასებმა ჩემში დატოვა ძალიან დიდი დადებითი დამოკიდებულება რა, იმიტომ რომ ზოგს კი გადაყავს ევრო ლარში და აი ეს თუ ჩვენთან ღირს 1 ლარი და იტალიაში თუ ღირს 80 ცენტი, 80 ცენტს გადაიყვანს ვიღაცა ლარებში და იტყვის, რომ საქართველოში უფრო იაფია ვიდრე იტალიაში. მაგრამ 80 ცენტი, როგორც 80 თეთრი, ისეა. იმიტომ რომ იქ თუ რაღაცა ღირს 1 ევრო და აქ თუ ღირს 1 ლარი, იმას კი არ ნიშნავს, რომ 3 ლარი ღირს ჩვენ ფულზე რო გადავიყვანოთ და თურმე იტალიაში უფრო ზვირია. სამაგიეროდ აქ თუ 1000 ლარი გაქვს ხელფასი, იტალიაში გაქვს 3000 ევრო. შესაბამისად, იქაური მაცხოვრებლებისთვის ძალიან მისაღები სიტუაციაა. ანუ შოკში ვარ მართლა რო გავიხსენებ ხანდახან 6 და 50-ზე 7 ევროზე ნაკლები არც ერთი სიგარეტი არ ღირდა იტალიაში. აქ 10 ლარი გახდა სობრანიე. აი, რასაც ქვია, ყოველდღიურად მატულობს ფასები და ჩვენ ამ ყველაფერს ვეგუებით, იმიტომ რომ რას ვიზავთ, ვერაფერსაც ვერ ვიზავთ. ხელფასს მოგიმატებენ წელიწადში ერთხელ 10 თეთრს და პურს მოუმატებენ წელიწადში 2-ჯერ 20 თეთრს. საშინელი სიტუაციაა. ანუ 1 წელია მაღაზიაში ვმუშაობ და აი იმდენად დიდი სიხშირით იცვლება ამ პროდუქციის ფასები და მით უმეტეს პურის და სიგარეტის, ან სუსტ წერტილში გვაჭერენ რა ადამიანებს. წევლები ხო იცით, რომ სიგარეტს ვერ შეეშვებიან, ძალიან რთულია, მოკლედ, წევლებმა რომ სიგარეტს შეეშვან და შესაბამისად 10 თეთრს რომ მოუმატებენ, ძალიან შეგუებულები არიან წევლები ამ ყველაფერზე. 6 ლარი ღირდა მე რომელ სიგარეტსაც ვეწევი, ეგ მაშინ როდესაც მუშაობა დავიწყე მაღაზიაში და 1 წლის განმავლობაში ჯერ გახდა 6 და 20, ეხლა ღირს 6 და 40. აი აღარ ვიცი რა ვთქვა რა, 10 ლარი ღირს სობრანიე, წარმოიდგინეთ ეხლა დღეში რომ ყველაზე მინიმუმ 1 პაჭკა მოწიო. ნუ ეხლა უკვე დიდი ხნის მწევლებს 2 პაჭკაც არ ყოფნით, მაგრამ რა გინდა რო ქნა 2 პაჭკა სიგარეტს რომ მოწევთ. კაი სიგარეტს თავი დავანებოთ, ეხლა იტყვიან და იფიქრებენ რომ არ მოწიონო, მაშინო თუ ფული არ აქვთო და რაღაცა, მაგრამ პროდუქტის ფასებზე რას ფიქრობთ? ანუ რას ფიქრობთ პროდუქტის ფასებზე? იტალიაში მონსტერის ენერგეტიკული როა, ზუსტად ამ ზომის მონსტერის ენერგეტიკული ღირდა ევრო და 80, იტალიელებისთვის არის ლარი და 80 და ჩვენთან იგივე ენერგეტიკული ღირს 8 ლარი. ეგ არის? ანუ რა იმას ხედავთ ამ ყველაფერში? კარგს რას ხედავთ არ ვიცი. ძალიან რთულია რა მართლა. ეხლა არ ვიცი რამდენად სიმართლე შეეფერება სკოლის 11 კლასამდე მე-12 კლასის გაუქმება რომ უნდათ სკოლებში და რო ამბობენ რომ 11 კლასის დამთავრებული ატესტატით, ესე ვთქვათ, უცხოეთში ვერ ისწავლიანო ახალგაზრდებიო და ვთქვათ გზას უკეტავენო, ესე ვთქვათ, ახალგაზრდა თაობასო, რამდენად მართალია ვერ გეტყვით, მაგრამ რა ვიცი, ეგრე თუ არ მართლა ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ რა ვიცი, ვინც კარგ თანამდებობაზეა და
ვინც ხალხის ფულს ჭამს, იმათი შვილები უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ და ევროპის უმაღლეს ქვეყნებში ცხოვრობენ და რო გითხოთ, ევროპა არ უნდათ და ახალგაზრდებს კიდე უცხოეთში სწავლის გზასაც უხერგავენ ნელ-ნელა და რამდენად მისაღებია ეს სიტუაცია, არ ვიცი. პოლიტიკაში ნაკლებად ვერევი, იმიტომ რომ ერთი და იგივე ხდება რა. მე ესე ვფიქრობ, რაც არ უნდა ახალი მოვიდეს და სულ რომ ყველაფერი შეიცვალოს, თავიდან დაიწყებენ კარგად, რომ საზოგადოებაში ესე ვთქვათ თავი დაიმკვიდრონ და სახელი მოიპოვონ და მერე ნელ-ნელა გადავლენ უკვე ფულის ჭამაზე და არასწორ საქციელებზე ესე ვთქვათ და პოლიტიკაში დიდად არ ვერევი, მაგრამ ნამდვილად არ არის ჩემთვის ახალგაზრდა ბიჭისთვის მოსაწონი სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ და ადამიანებს არ უნდა გვიწევდეს იმაზე ფიქრი, რომ აი უცხოეთში წავიდეთ მაინც და მაინც, რომ თქვათ რაღაცა ჩვენს ოცნებებს მივცეთ ცოტა გასაქანი. შესაბამისად ძალიან რთულია მოკლედ ჩვენს ქვეყანაში ელემენტარული თავის გატანა რა. მე არ ვიცი, აი ხანდახან რომ ვფიქრდები, თუნდაც მარტო ხელადედები ავიღოთ, ხო, რომლებსაც პატარა შვილები ყავთ, რანაირად ცხოვრობენ. მუშაობას ვერ მოახერხებენ არასრულწლოვანი და პატარა ბავშვები რო ყავთ. თუნდაც ავიღოთ ცოლ-ქმარი, რომლებსაც ყავთ პატარა ბავშვები. ანუ ცოლი რო ვერ მუშაობს, იმიტომ რომ ბავშვებს მოვლა ჭირდება. ქმარი რო მუშაობს, მარტო ერთი კაცის შემოსავალი რანაირად ყოფნის, თქვათ, ოჯახში, თუნდაც 2 ბავშვს, 3 ბავშვს, ელემენტარული პამპერსსაც კი ცეცხლის ფასები უკიდია და ბავშვს ელემენტარული ფაფა ჭირდება და წაბლები და ექიმებში სიარული და 1000 რამე. რანაირად ახერხებს ეს ხალხი ამდენს, მე არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით აი ისე ვდგავარ რა. მყარად ვდგავარ და რა ვიცი, რაც უნდა იყოს, მაინც მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემოცნებებს მივცე გასაქანი და ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ წავიყვანო და დიდი იმედი მაქვს, რომ წლების შემდეგ რომ მკითხავენ 10 წლით უკან რომ დაგაბრუნა რა შეცვლიდიო, დიდი იმედი მაქვს, რომ ესეთი პასუხი მექნება, დიდად არაფერს არ შევცვლიდი, იმიტომ რომ რისი გაკეთებაც მინდოდა, ყოველთვის იმას ვაკეთებდი. იმედი მაქვს, რომ ესეთი პასუხი მექნება და არა სულ სხვანაირი პასუხი. რომ აი, არ ვიცი რა, წავედი 48 წუთია ვიდეოს ვიწერ უკვე და დავიწყებ ახლა ნელ-ნელა დალაგებას. ჯერ ამერებში შევალაგებ, ზოგს მაცივარში, ზოგს კანადაში, მერე ნაუშნიკებს წამოვიცმევ თავზე და დავიწყებ დალაგებას. ყველა მეუბნება, რომ ეს სათვალე ძალიან გიხდებაო და მეც ძალიან შემიყვარდა. იმიტომ რომ ისეთი ფორმის სათვალე ავარჩიე, რომ ნახეთ, ცხვირზე ძალიან კარგად ჯდება. ანუ სათვალის გარეშე უფრო ჩანს ცხვირის, ესე ვთქვათ, დეფორმაცია, გადახრილობა, ვიდრე სათვალით. და პლუს ამას იმდენად შევეგუე სათვალეს, როცა სათვალე არ მიკეთია, ძალიან დისკომფორტი მაქვს რაღაცა ცხვირის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად როგორ აგიხსნათ, მტკივასავით რაღაცნაირად თითქოს რაღაცა მაკლია და პლუს ამას ჩრდილი მიტრიალებს თვალში, რომ თან მგონია რომ მიკეთია რაღაცნაირად. იმდენად შევეჩვიე უკვე რომ გუშინ რომ დავწექი ლოგინში, მერე გამახსენდა რომ სათვალე მეკეთა და უნდა მომეხსნა. იმდენად შევეჩვიე. წავედი აბა დროებით და წარმატებებს გისურვებთ ყველას.